Justitsიის სამინისტროს ეროვნულ არქივში კი ახალი გამოცემის საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სასულიერო შინაარსის 22 მოხატული ხელნაწერის 67 ილუსტრაციაა წარმოდგენილი. საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნების რედაქტორ-შემდგენელი მანანა ჭუმბურიძეა, ეროვნულ არქივში კი წიგნის პრეზენტაციის პარალელურად მოხატული ხელნაწერების გამოფენაც მოეწყო. ეროვნულ არქივში დაცული არის ძალიან ბევრი ხელნაწერი დოკუმენტი, რომელთა შორის სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მინიატიურებით შემკულ დოკუმენტებს და როდესაც ხდებოდა ამ მასალის საბოლოო შესწავლა თარიღების დადგენა, მათი მხატვრული ღირებულების დადგენა, სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ეს დოკუმენტები შეკრული იყო ერთ წიგნად, მომხდარი იყო ყველაზე საინტერესო მინიატიურების ამოკრება და პატარა კატალოგის გამოცემა. ვფიქრობ, ეს კატალოგი საინტერესო იქნება როგორც რელიგიური შინაარსის ლიტერატურის მკვლევარებისათვის, ასევე ქართული მხატვრობით, ქართული ისტორიოგრაფიით დაინტერესებული პირებისათვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული წარსული და კულტურული მემკვიდრეობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფონდია, სხვა მრავალ მნიშვნელოვან ფონდებს შორის ქართული ხელნაწერთა კოლექცია, რომლის ნაწილიც შევიდა ამ წიგნში, ეს გახლავთ 22 ხელნაწერის 67 ილუსტრაცია და მოიცავს 19-19 საუკუნეებს.